მცენარეებსა და ბოსტნეულში ნაპოვნმა ბუნებრივმა ნივთიერებამ შესაძლოა ქალებში სამაგად ნეგატიური ძუძუს კიბოს მკურნალობა გააუმჯობესოს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ძუძუს კიბოს დიაგნოზით ყოველდღიურად 100-ზე მეტი ქალი იღუპება. მისურის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ქონდარსა და ოხრახუშში, ასევე ბროკოლსა და ნიახურში დიდი რაოდენობით შემავალი ბუნებრივი ნივთიერება ლუტეოლინი ძუძუს კიბოს დროს მეტასტაზების განვითარების რისკებს ამცირებს. სამაგად ნეგატიური ძუძუს კიბოს სიმსივნური დაავადებების იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც მედიკოსებისგან მკურნალობის სპეციალური, აგრესიული და ტოქსიკური კურსის არჩევას ითხოვს. სწორედ ამიტომ ექსპერტების მოსაზრებით თერაპიული მკურნალობა ხშირ შემთხვევაში შესაძლოა მედიკამენტოზურზე ბევრად ეფექტური იყოს. მკვლევარების დასკვნით ლუტეოლინი არატოქსიკურ ბუნებრივ ნივთიერებად ითვლება, რომელიც ორგანიზმში მეტასტაზების პროცესს აფერხებს. მღრღნელებზე ჩატარებული კვლევის შედეგად ექსპერტების მოსაზრებები დადასტურდა. კვლევის პირველი შედეგები სპეციალისტებს საშუალებას აძლევს მკურნალობის ახალ საშუალებებზე დაფიქრდნენ და ნივთიერება ლუტეოლინი სამაგად ნეგატიური ძუძუს კიბოს სამკურნალო პრეპარატების სიაში შეიყვანონ.